მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა, რას მოგიტანს ეს ზაფხული. რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება თქვენს ცხოვრებაში და რომელ სფეროში და ზოგადად ხო შევაჯამოთ, რას მოიტანს ეს ზაფხული თქვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის მოკლე პერიოდი, ხო? ბუნებრივია აქ არის საუბარი ივნისზე, ივლისზე და აგვისტოზე. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ დიდი პერიოდია, დიდი დროა, ხო? ბუნებრივია, ინფორმაცია ზღვა იქნება, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ ძალიან ისეთ ზოგად ფარგლებში, ხო? ეხლა კონკრეტულად ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის განსაკუთრებით ამხელა რადიუსზე, ამხელა დროზე, ხო? პლუს გვახსოვდეს, რომ ტარო არ არის რაღაც მართლობა და ამბავი, ტარო არის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავის განვითარებაში, რაღაც საკითხების გამორკვევაში, გარკვევაში, ხო, საკუთარ თავთან უფრო დაახლოებაში, ხშირად უფრო მეტად სოციალებში და ზოგადად ადამიანებს უფრო მეტად აინტერესებთ მომავალი, რაც შეეხება მომავალს, ჩვენ შეგვიძლია პროგნოზი გავაკეთოთ, მაგრამ არა იმ სახის, რასაც სამწუხაროდ უმეტესობა ელის ხოლმე, რომ კი ასე იქნება, ან არა ასე არ იქნება, რა თქმა უნდა, მეგობრებო, არავინ არ მოგატყუა, არავინ არ იცის ზუსტად მომავალში რა მოხდება, რადგანაც მომავალი არ არის ერთხაზოვანი, ხო? მომავალში არის რამოდენიმე განვითარების შესაძლებელი გზა, ხაზი მომავლის და ჩვენ ვირჩევთ, რომელ ამ გზას ავირჩევთ და დავადგებით, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს, როდესაც გაშლებს უსმენთ ხოლმე. და რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია. კარგი, დავიწყეთ. ესე იგი, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება პოზიციის მარჩევისას, დააპაუზეთ ეს ვიდეო, შემდეგ აირჩიეთ. ხო, გადაწყვეტე რომ ასეთი შუქი გავაკეთო. შუქზეც უკვე რეაქციას სიამოვნებით მოვისმენდი თქვენგან, რამდენად მოგწონთ ასეთი გარემო, ხო, ამაზეც დამიწერეთ ხოლმე კომენტარი, დამიწერეთ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით კომენტარში თქვენი უკავშირი მაინტერესებს, როგორ მოგწონთ ასეთი გარემო. ხო, დავიწყოთ პირველი პოზიციით. და რა თქმა უნდა, ჯერ ნახავთ პირველი პოზიციის სიგნიფიკაციას. თუ რა ენერგიებში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია. ეს დაეხმარება პირველ პოზიციას, რომ მიხვდეს, მისი პოზიციაა ეს, თუ არა. თუ არ რეზონირდება, ესე იგი ეს არ არის თქვენი პოზიცია, ხო? მოსმინეთ სხვა პოზიციას. დავიწყოთ. მაჩვენეთ პირველი პოზიცია და ვინც აირჩია პირველი პოზიცია, როგორ ენერგიებში იმყოფება ახლა პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. ახლა ამ დროის ამ მონაკვეთში რა ენერგიებში იმყოფება პირველი პოზიცია, ხო, გვაჩვენეთ პირველი პოზიციის ენერგიები. დავიწყოთ აქედან. ხო? ხმლების რანდი. პირველი პოზიცია რა ხდება? პირველი პოზიცია აქვს რაღაც ინფორმაციის გამორკვევებშია, რაღაცეების გარკვევა, გამორკვევა. ანუ პირველი პოზიცია აქ ცდილობს, რომ რაღაცეები გაარკვიოს. თუ ცოტა ესეთ მებრძოლ პირველი პოზიცია აქ უფრო მეტად იგრძნობა, რომ ცდილობს რაღაცეებს გაუმკლავდეს, ცდილობს რაღაცეებს შეეწინააღმდეგოს, იპოვოს გამოსავალი, გადალახოს, ხო? ასე გავაკეთებ აქ შუქს, ხო? მე მგონი ასე უკეთესად ჩანს, იმიტომ რომ არ მომწონდა რომ არ ჩანდა, ხო? პირველი პოზიცია ცდილობს აქ რომ რაღაცეებს გაუმკლავდეს, გადალახოს, შეებრძოლოს, ცოტა ესე დაძაბულ ენერგიებში. აქ არის რომ პირველი პოზიცია ბევრს ფიქრობს, პირველი პოზიცია ფიქრობს, როგორ დახუროს რაღაც სიტუაციები, როგორ შეებრძოლოს რაღაც სიტუაციებს, რაღაც მოვლენებს, იქნება ეს ვინმესთან დაკავშირებით თუ რამესთან დაკავშირებით და როგორ დახუროს ეს სიტუაცია, მაგრამ ენერგიები არის ესეთი დაძაბული, შეკრული, რომ ფიქრობ რაღაცეებზე, და თან ქმედებაც არის აქ, ხო, რა ქმედებაში რო გადადიხარ, შესაძლოა იყოს ვიღაცა განსიდეს ბრასაც, ფრუსტრაციას, რომ რატო არის ასე და არა სხვანაირად და მოდი ახლა მე შევცვლი, ხო? ვიღაცა შესაძლოა ამ ენერგიებშიც იმყოფებოდეს, მაგრამ ენერგიები ზოგადად, ხო, რაც აღწერე, ასეთი არის აქ უფრო პირველ პოზიციასთან ახლა ამ ეტაპზე. თუ რეზონირდა უსმენთ, თუ არა, ირჩევ სხვა პოზიციას. კარგი. გავაგრძელოთ. ზოგადად, ხო? ნახოთ ახლა სფეროები. რას მოუტანს პირველ პოზიციას ეს ზაფხული? ხო, ყველა სფერო ჩამოვთვალოთ და მაღალი არკანით გვითითეთ ესეთი სფერო. კარგი, ნახოთ, რას მოუტანს პირველ პოზიციას ეს ზაფხული მის სასიყვარულო სფეროში, მის
თვით განვითარების სფეროში, მის ჯანმრთელობის სფეროში, ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობა, მის კარიერაში და სამსახურის თემებში, მის ფინანსებში და ზოგადად მის რუტინულ ყოველდღიურ საკითხებში, ხო? ესეთი. მე ვფიქრობ, აქ ისეთი სიტუაციები ექნება პირველ პოზიციას, რომ აი ის საკითხები, რაზეც ახლა ფიქრობს და გონია, რომ აი გამოსავალს ვერ იპოვეს, ან რთულია გამოსავლის პოვნა, აუცილებლად მოგვარდება ამ ზაფხულის განმავლობაში პირველი პოზიცია მოაგვარებს იპოვის გამოსავალს, ან მორიგდება თუ ვინმესთან გაქვთ კონფლიქტი, ხო? მორიგდებით, ხო? ვისაც აქვს რაღაც ასეთი პრობლემები, დიდია იმის ალბათობა ენერგიის მიხედვით, რომ აი გამოარკვიოთ რაღაცეები თქვენთვის და როგორ თქვა, აი დაასრულოთ და იპოვოთ გასაღები ამ სიტუაციებიდან. კარგი, დავიწყოთ, რას მოგიტანთ ეს ზაფხული თქვენს სასიყვარულო სფეროში. პენტაკლების რაინდს. საინტერესო, პენტაკლების რაინდს მოგიტანთ. ეს ვინმეს მოიყვანს ასეც, თუ ეს რამე ასეთი? ვინმეც არის და რამეც არის, ხო? აქ მე ვიტყოდი რაღაც ისეთი შემოთავაზება თქვენს სასიყვარულო სფეროში, რაც იქნება რაღაც ისეთი შემოთავაზება, რაც სტაბილური, რასაც ელოდება, რასაც აქამდე რაც აი ვისთანაც ურთიერთობები კონკრეტულად სასიყვარულო სფერო იყო გაყინული აქამდე ამ დრომდე, ან არაფერი არ ხდებოდა, ხო? ან რაღაცას ელოდებოდით და არ ხდებოდა არაფერი. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ზაფხული თქვენს სასიყვარულო სფეროში ზუსტადაც რომ მოიტანს რაღაც ინფორმაციას, შემოთავაზებას, შანსს, შესაძლებლობას, რომ რაღაცას დაადგათ თავი, რაღაც შეიცვალოს, ხო? სასიყვარულო ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებით, რომ რაღაც ამოძრავდეს, რაღაც შეიცვალოს. აი, ამას მოგიტანთ პირველ რიგში რაღაც ცვლილებას, რასაც დიდი ხანია ელოდებოდით და ნუ არ ჩანდა არაფერი თან. შესაძლოა ვიღაცები და რაღაცები ჩნდებოდა, მაგრამ ეს არ იყო რაღაც ისეთი ხელმოსაჭირი, ხო, სტაბილური, ან ის, რასაც ეძებდით მაგალითად. და აი, ეს ზაფხული მოიტანს ზუსტად ისეთ რაღაცებს, რასაც დიდი ხანია თქვენ ეძებდით და გინდოდათ აი კონკრეტულად რაღაცა აი ასეთი, ან ასეთი ფორმატის ურთიერთობა, აი, ან რაღაც ასეთი ადამიანი, ხო? ვისთვის რა თქმა უნდა, ყველასთვის სხვადასხვა იქნება ინფორმაცია, თქვენ თვითონ მოარგეთ უკვე იმ კონტექსტს, რაც აქტუალურია, მაგრამ აი მოგიტანთ აქ კონკრეტულად იმას, რასაც ამდენი ხანი ელოდით, ან ეძებდით და ნუ არ იყო, ხო? ასევე ამოძრავებასაც, ესეც არის. კარგი, ნუ ვიცი, რომ ბევრისთვის ძალიან აქტუალურია და მნიშვნელოვანი სასიყვარულო სფერო, ამიტომ აქ უფრო მეტად ისეთ გავაკეთებ აქცენტს და გავჩერდები. კიდევ რას მოუტანს ეს ზაფხული მის სასიყვარულო სფეროში პირველ პოზიციას? საინტერესოა. ახალ შანსებს. ეს ზაფხული აძლევს პირველ პოზიციას იმის შანსს, რომ დატოვოთ წარსულში თქვენი გულის ტკენა, თუ ვინმემ გადკინათ გული, ვინმემ, აი როგორ თქვა, გაგიცრუათ იმედები, ხო? ან ზოგადად ბევრი რაღაც ასეთი ისტორიას ჰქონდა ადგილი თქვენს ურთიერთობებში. აი, ეს ზაფხული გაძლევთ იმის შანსს, რომ ეს ყველაფერი დატოვოთ უკან. და შეამჩნიოთ ის, რასაც ან ვერ ამჩნევდით, ან უკვე გიგონათ და ფარხმალი დაყრილი გქონდათ, რომ აი არ მოხდება არაფერი, ვერ შევიყვარებ ვერავის, ან შანსი აღარ იქნება, ხო? ეს ზაფხული ზუსტადაც მოიტანს ახალ შანსს. თუ თქვენ ამ შანსს მიცემთ შანსს, ხო? და დაინახავთ. ეს ზაფხული მოგიტანთ იმას, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ჩამოიტოვოთ ის მძიმე, მტკივნეული ისტორიები თქვენს ზურგს უკან. მაგრამ ეს შემთხვევაში თუ თქვენთვის ეს იქნება, რა თქმა უნდა, აქტუალური, ხო? აი ამ შემთხვევაში. ხო, აი ამ შემთხვევაში იქნება ეს. კარგი. გავაგრძელოთ, მაშინ გავაგრძელოთ ჩვენ თვით განვითარების სფეროში, რას მოიტანს. აქ არის განვითარება, ხო? აქ შესაძლოა ინფორმაციის მიწოდება. აი ვიღაცა მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. თქვენც რაღაცას წაიკითხავთ და მიაწოდებთ ადამიანს და ისიც რაღაცას რო გაწვით, ხო? აქ შესაძლოა იყოს მაგალითად ისეთი საუბრები, რომლებიც განვითარებთ თქვენს და იმ ადამიანს, ვისაც ისაუბრებით მაგალითად
ან პოდკასტების მოსმენა პირობითად, ხო? ლექციები, სემინარები, ვებინარები, ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვაძლევს რაღაცას, ხო? რაც ჩვენთვის საინტერესოა და რაც ჩვენ გვაძლევს რაღაცას. თუ პირველი პოზიციისთვის ეს აქტუალურია, აქ იქნება ასეთი სახის ცვლილებები, ხო? კარგი, კიდევ რას მოიტანს ეს ზაფხული განვითარების სფეროში პირველ პოზიციასთან? შინაგანი კონფლიქტების გამძაფრებას თუ პირიქით გამორკვევას. ეს ზაფხული ზუსტადაც შეგიქმნით ისეთ სიტუაციებს, ისეთ ვითარებებს, სადაც თქვენ საბოლოოდ დახურავთ იმ საკითხებს, რაც თქვენში შინაგანად ბობოქრობდა, ხო? ვისაც ჰქონდა დაუხურავი ისტორიები თქვენში, ვისაც ჰქონდა შინაგანი კონფლიქტი, გაურკვევლობა, ეს ავირჩიო თუ ის ავირჩიო, ეს მიმართულება თუ ის მიმართულება, ან საერთოდ როგორ ვიცხოვრო, ან რაც ცხოვრების წესი ჩემია, ან რომელი ქვეყანა ჩემია და არ ვიცი ვისთვის რა, ხო? მაგრამ აი ეს ზაფხული მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებში გაერკვიოთ და დახუროთ, ასე რომ ვთქვათ, გაასუფთავოთ ის, რაც ახლა შესაძლოა იყოს ცოტა ისეთ ქაოტურ მდგომარეობაში. ეს დრო არის არჩეულებრივი ამისთვის, აი ამ ზაფხულში პირველი პოზიციისთვის, რადგან მას ექნება ამის შესაძლებლობა, ვისთვისაც ეს აქტუალურია, მშვენიერი ინფორმაცია აქვს. რომ მოახდინოთ საკუთარი თავის განვითარება და იმ საკითხების დახურვა, რასაც აქამდე მაგალითად ვერ ხურავდით, არ ხურავდით, არ იხურებოდა, ან კიდე რაღაც თემები იყო, ხო? ასევე აქ საკუთარ თავის განვითარებაში შესაძლოა თქვენ ვინ მიმართოთ, ვინმეს, ვინც დაგეხმარებათ. ესეც შესაძლოა იყოს აქ. და ასევე ამ ადამიანთან კომუნიკაციაც დაგეხმარებათ თქვენ თვით განვითარებაში. კარგი, ჯანმრთელობა. ფიზიკური, მენტალური. მე ვიტყოდი, აი, როგორიც არის ახლა, რაღაც ასეთი თემა. აქ სტაბილური ჯანმრთელობა, არ მგონია აქ იყოს რაღაც ისეთი დიდად განსხვავებული ვითარებები ჯანმრთელობის ფონზე, ხო? მაგრამ აქ მე ვიტყოდი, თუ მაგალითად ვიღაცისთვის ახლა აქტუალურია ჯანმრთელობის საკითხი, იქნება ეს მენტალური თუ ფიზიკური, აქ რეკომენდაციას სახით დავაყოლებ იმას, რომ კარგი იქნება, რომ თუ კმაყოფილო ხართ ამჟამინდელ დროს თქვენი ჯანმრთელობით, კარგი იქნებოდა თქვენს მხრიდანაც, რომ შეუწყოთ ხელი, რათა თქვენი ჯანმრთელობა უფრო გაუმჯობესდეს, ხო, იქნება ეს ფიზიკური კუთხით თუ მენტალური, ხო, მაგალითად თუ რეალურად არაფერი არ გვაწუხებს და გრძნობთ, რომ რაღაცა რეალურად შევემოწმე ექიმებთან ვიყავი, მაგრამ არაფერი არ მაწუხებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ მაწუხებს, ხო? აქ უკვე ფსიქოსომატურ საკითხებთან გვაქვს საქმე, ასე რომ აქ წმინდად ვმუშაობთ ჩვენს ფსიქოლოგიას, ხო, ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო მეტად გავიფერადოთ ჩვენი ცხოვრება, უფრო ხშირად დრო გავატაროთ ბუნებაში, საკუთარ თავთან, გამორკვევაში გავატაროთ დრო, რაც პირდაპირ კავშირშია ასევე თვითგანვითარებასთან, ხო? ასე რომ, ვინც უკმაყოფილო აქვს საკუთარი ჯანმრთელობით, აქ რეკომენდაცია იმოძრავეთ, ხო? ადექით და შეცვალეთ, ვისაც არ მოგწონთ, ვისაც გაქვთ ამის შესაძლებლობა, ხო? მე რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ აქ ახლა ისეთ რთულ დიაგნოზებზე, რასაც ადამიანი თვითონ მაგალითად რთულია, რომ რაღაც შეცვალოს, ხო? ამაზე რა თქმა უნდა არ მაქვს საუბარი. კარგი. გავაგრძელოთ კარიერა სამსახური, რაც მოუტანს ეს ზაფხული პირველ პოზიციას. მზე ესე იგი, აი, ასეთ დადებით ენერგიებს მოუტანს. ვაუ! ასეთ დადებით ენერგიებს. ბოდიშით მომიწედა პაუზება. ანუ, აქ მზეს მოუტანს. პირიქით. მზესაც და მთვარესაც, მე ასე ვიტყოდი. აქ კარიერაში მზეც იქნება და მთვარე, ხო? რაღაც მომენტში შესაძლოა აქ კარგი, მაშინ რა უფრო კონკრეტულად რომ მითხრათ რომ გაგვუხ. აქ აშკარად კარიერა სამსახურის თემები იქნება უფრო პირველ ფონზე, პირველ პოზიციასთან. რას მოუტანს? მე ვიტყოდი, აი ოცნებებისკენ სწრაფვას. აი აქ შესაძლოა პირველ პოზიციას გაეღვიძოს ისეთი რაღაც, რომ აი მე მინდა ვაკეთო ის, რაც მომწონს. ან მე მინდა ესეთი სამსახური, სადაც მე დამაფასებენ, სადაც მე ვიქნები ლიდერი ან წამყვანი, ხო? აი რაღაც ასეთი. რის გამოთაც შესაძლოა იყოს გარკვეული турბულენტური მონაკვეთები, ხო? ჯამში, კარიერაში, რასაც მოიტანს ეს ზაფხული, არის პირველ პოზიციისთვის დადებითი
კი, დადებითი. უბრალოდ ვიყავით მზად, რომ ეს იქნება ტოტალური ტრანსფორმაცია. ტოტალური ტრანსფორმაციას. აი, ვისაც ახლა კარიერაში და სამსახურში მზე არ აქვს და აქ მთვარე, გაურკვევლობა, ბუნდოვანება, ან შესაძლოა მუშაობ კარიერა მაქვს, მაგრამ რეალურად არა ვარ კმაყოფილი იმით, რაც მაქვს, რაღაც გაურკვეველი სამსახური არ ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, ან პირიქით ვიღაცას მაგალითად, აი, არ იცის რა აკეთოს, ხო? უნდა თავისი ბიზნესი ვერ ხსნის, ამ ბიზნესს, ან კიდე ვერ ირჩევს რა მიმართულებით წავიდეს, რომელ სფეროში უფრო მეტად გამოუვა, რა გამოუვა, იქ კიდე შფოთვა, კომპლექსი, რაღაცა, ხო? აი, იცოდეთ, რომ ამ ზაფხულში ძალიან ისეთი, ასე რომ ვთქვათ, ბედის წერილი საბედის წერო, ასე რომ ვთქვათ, საბედის წერო მოვლენები მოხდება, ხო? არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ხო მიხვდით რასაც გულისხმობ. ისეთი მოვლენები მოხდება, რაც დაგეხმარებათ, ზუსტადაც ეს რომ ეს მდგომარეობა შეცვალოთ და აი როგორ თქვა, საერთოდ შეცვალოთ და დაასრულოთ ის უკმაყოფილება და იმის განცდა, რომ არ ახართ ავსებული თქვენს კარიერაში და სამსახურში, ხო? მე ვიტყოდი ჯამში ამ მონაცემებით აქ პირველი პოზიციისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობას იძლევა ეს ზაფხული, რომ განვითარდეს პიროვნულად. აი, ძალიან ისეთი ტრანსფორმაციული დრო არის პირველი პოზიციისთვის. ძალიან რომ აი თქვენს კარიერაში რომ გამოანათოს როგორც იქნა მზემ და აკეთოთ ის, რაც თქვენია, სადაც თქვენ ანათებთ და ადამიანები თქვენ მოგმართავენ. და თქვენ ავსებთ სხვებს შუქით, ხო? ესეც არის აქ, ასე რომ არ ჩვეულებრივ. აქ აუცილებელ რეკომენდაციას ვეთქვი პირველ პოზიციას, რომ მოусმინეთ თქვენს თავს და აკეთეთ ის, რაც თქვენ გახარებთ. დაკავდით იმით, სადაც თქვენ გრძნობთ თავს, რომ აი ეს არის ჩემი, ხო? ეს არის რაც მე მავსებს. ეს არის ვიღაცასთან, ეს არის რაც ბავშვობიდან მინდოდა, მაგალითად რომ იკეთებინა, ხო? აი ასეთი რაღაც. კატა დადის მაკიტაზე, ამიტომ ცოტა თუ განძრევა მაკიტა არ გიგიკვირდეთ. ხო. ახლა კარგი ფინანსებში. ფინანსები რა ხდება აქ ფინანსებში? ფინანსებში რაღაც ესეთი გაურკვევლობა გვაქვს. 2, ხო. ფინანსებში ეს ზაფხული რაღაც, გაურკვეველია ფინანსური ფონი, ასე რომ ვთქვათ, ხო? აქ იქნება გაურკვევლობა ფინანსებთან, ანუ გაურკვევლობა რა კუთხით, არასტაბილური ფინანსები თუ გაურკვეველი გზით ფინანსები. არასტაბილური ფინანსები, ხო? ანუ აქ უფრო ისეთი, რომ უეცრად შესაძლოა ვინმემ გაჩუქოთ თანხა, ან მოვიდეს ფული და მერე ისევ პაუზ. აი რაღაც აი ასეთი. არის აქ რამე რეკომენდაცია ფინანსებთან დაკავშირებით პირველი პოზიციისთვის, რომ უფრო ისეთ სტაბილური და როგორც უნდა პირველი პოზიცია სამსახურში რომ იყოს. დაისვენეთ, იცით? დაისვენეთ. ფიქრობთ სულ ფინანსებზე, ხო? ვინც არის გადართული აქ ფულზე, მესმის, რომ 21 საუკუნეში ყველას ფინანსების თემა გვაქვს მთავარ ფონზე, მაგრამ რეალურად ეს არ არის მთავარი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკულად იყოთ მშვიდად, რათა თქვენი ენერგიითვე მოიზიდოთ ისეთ ფინანსები, რაც თქვენთვის საჭიროა. ხო? ამიტომ დაისვენეთ. არ იფიქროთ, არ არის საჭირო ამაზე დიდი ხანი ფიქრი, საიდან ვიშოვრო, მიენდეთ სამყაროს, მიენდეთ ღმერთს, ვისიც გჯერათ, რისიც გჯერათ, ხო? ენდეთ მიენდეთ იმ ძალებს, უბრალოდ დაისვენეთ, აი მე ვიტყოდი აქ განტვირთვის დრო ძალიან კარგი იქნება აქ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ არის საჭირო სულ მუშაობა, რაღაცის კეთება და ფიქრი და ნერვიულობა, ხო? ცოტა განიტვირთეთ. აი ეს არის აქ ჩავარ მე რა იყოფი დადის იქეთ რუტინა ხო თქვენი რუტინაში ისეთი სასიამოვნო მოვლენები რუტინასთან დაკავშირებით აქ ბევრი ეს მომენტი ჭამასმა გამახსენდა. ბევრი ისეთი მომენტი შესაძლოა იყოს, რომ აი რაღაცას აღნიშნოთ, ხო? ახლო ადამიანებთან ერთად რაღაც დღესასწაულები, რაღაცის აღნიშვნა შესაძლოა სადღესასწაულო თემაც კი გქონდეთ, ხო? სავარაუდოდ იქნება კიდეც აქ, ასე რომ რუტინაში ესეთი სასიამოვნო საკითხები, რაც შეეხება თქვენს ყოველდღიურობას, ხო? ეს დიდად არ არის ესეთი. კარგი. ზოგადად ვიკითხოთ, ხო? ანუ ახლა რასაც ვხედავ აქ მე ზოგადად რასაც ვხედავ, 3 არკანი დაგუჩნდა, ესე იგი, კარიერა სამსახურზე, ფინანსებზე. 3 არკანი და 2 არკანი დაგუჩნდა ამ სფეროებზე, ხო? ასე რომ ფინანსები და კარიერა იქნება ესეთი წამყვანი, თუმცა ხას გავუსვამ
გამოსვამ აქ თვითგანვითარების ფონიც ისეთ არ ჩამორჩება, ხო? რადგანაც პირდაპირ არის ეს მომენტი. კარგი, ზოგადად, ხო? რას მოუტანს ეს ზაფხული პირველ პოზიციას? აი, რა ენერგიებს მოუტანს ეს ზაფხული პირველ პოზიციას? ნუ აქ პირველ პოზიციას ამ ზაფხულში ეს ზაფხული ისევ დავტოლოგიაში მიწევს გადასვლა, მაგრამ ნუ რას ვიზამთ ამ წუთას. ეს ზაფხული მოუტანს პირველ პოზიციას, აი როგორ თქვა, შეცვლას, ტრანსფორმაცია. მე ვიტყოდი სლოგანი ზაფხულის პირველ პოზიციისთვის ტრანსფორმაცია. აქ პირველ პოზიციას არ ექნება იმის დრო, რომ დაჯდეს კომფორტულად თავის კომფორტულ ზონაში და იჯდეს და ელოდოს რაღაცებს, ხო? არა, აქ სამყარო საოცრად ისეთ რაღაცებს შემოიტანთ თქვენს ცხოვრებაში, სადაც აბსოლუტური გადატრიალება, გადმოტრიალება მოხდება. თქვენი ცხოვრება აქ იცვლება ამ ზაფხულის განმავლობაში. ის რეალობა, რაშიც ახლა ცხოვრობთ, ის რუტინა, რაშიც ახლა ცხოვრობთ, შეიცვლება. აქ არის ძველი სტრუქტურების დასრულება, მოკვეთა, რაღაცეების გადაჭრა, დასრულება და საერთოდ ახლიდან რაღაცეების შექმნა. მაგრამ ახალი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ უნდა დაიმკვიდრდეს, ჯერ უნდა დასრულდეს, ხო? აი, ეს იქნება ამ ზაფხულში წამყვანი. ძალიან ისეთი ტრანსფორმაცია. ესე იგი, ეს ზაფხული მოუტანს პირველ პოზიციას. კი ბატონო, ეს ზაფხული გამოგიყვანთ თქვენი კომფორტული ზონიდან. რისთვის არის ეს საჭირო? იმისთვის, რომ თქვენ გაეხსნეთ ახალ შესაძლებლობებს. აქ პირველ პოზიციას სამყარო მოუწოდებს, რომ ნუ ზიხარ, ნუ ელოდები, ადექი და გაიხედე, ადექი და გააკეთე, ადექი და გაბედე და გააკეთე, ირწმუნე, შეძელი, აი როგორ თქვა, ირწმუნე საკუთარი ძალების, ხო? აი ეს მოწოდება არის აქ პირველი პოზიციისთვის, მთავარი ამ ზაფხულისთვის წამყვანი. აქ პირველი პოზიცია თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას. ეს არის მოწოდება აბსოლუტურად, რომ გამოხვიდეთ იმ რაღაც წრიდან, რაშიც ტრიალებთ, რაშიც ხარშებით და უფრო სხვა რამე გააკეთოთ, უფრო მეტი გააკეთოთ, უფრო შეცვალოთ. მე ვიტყოდი აქ გამბედაობა, ხო? აი ეს ზაფხული, როგორ თქვა, მომენტში გაიძულებთ თქვენ, რომ გადადგათ რაღაც ის ნაბიჯები, რაზეც აქამდე იკავებდით თავს და ასე რა დაველოდები და რაღაც. აი ახლა მოგიწევთ, ხო? რაღაც ასეთი სიტუაცია არის აქ ზაფხულში და ეს არ არის ცუდი. ეს არის დადებითი თქვენთვისვე კეთდება ეს, ხო? თქვენთვისვე აკეთებს ამ ყველაფერს სამყარო. სათქვენოდ, ასე რომ ვთქვათ. ნუ ძალიან დიდი დრო დავხარჯე ხო? დროს ვყურებ, ძალიან დიდი დრო დავხარჯე პირველ პოზიციაზე. ისე რაღაც გამიყოლა ამ თემამ, ხო? კარგი, მაშინ ცოტა რომ დამოგვალდა, იმიტომ წინ კიდევ ორი პოზიცია მელოდება. რას ერიდოს პირველ პოზიცია ამ ზაფხულში? ასე ვიკითხავ. კომფორტულ ზონაში ყოფნას. ერიდოს კომფორტულ ზონაში ყოფნას, რომ აი არა, დავჯერდები იმას, რაც მაქვს. თქვენ უფრო უკეთეს იმსახურებთ, უფრო სხვა ხარისხს იმსახურებთ, უფრო მეტ სულიერებას იმსახურებთ. მიეცით თქვენ თავს ამის შესაძლებლობა, ნუ იყურებით წარსულში, ხო? ნუ გგონიათ, რომ აი ის უკეთესია და მე არ გამომევა და მე ვერ შევძლებ და მე ვერ ავაშენებ ისეთ, ვერ შევიქმნი ისეთ ცხოვრებას, ვერ ავიშენებ ისეთ ცხოვრებას. პირიქით, მოусმინეთ საკუთარ თავს, გამოდით მატერიიდან, მატერიალურ სამყაროს შეეშვით და შეგნით ჩაიხედეთ თქვენს გულში. ეს არის მოწოდება და რჩევა, ხო? კარგი, ზოგადად რჩევა პირველ პოზიციისთვის აქ. ამ ზაფხულისთვის. გულის ჩაკრა, რაც წეხენ ვახსენე, ხო? გულის ჩაკრა. პასუხები, რასაც ეძებს პირველი პოზიცია, არის პირველ პოზიციის გულში. ამიტომ ჩაიხედეთ თქვენს გულში და იქ იპოვეთ პასუხებს. ეს არის აქ რჩევა პირველ პოზიციისთვის, ასე რომ წარმატებები პირველ პოზიციას, ვისაც მოეწონა ეს გაშლა აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხივი, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მადლობა. მე კი გადავალ მეორე პოზიციასთან. მივესალმები მეორე პოზიციას.
ნახოთ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია, ხო? ეს დაგვეხმარება, რომ იგრძნოთ თქვენი პოზიცია, თუ არა, რეზონირდა თქვენთან სიგნიფიკაცია, თუ არა, თუ არა, უსმენთ სხვა პოზიციას, ხო? დავიწყოთ. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია და რა ენერგიებში არის ახლა მეორე პოზიცია. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია, რა ენერგიებში არის ახლა მეორე პოზიცია. 4-იანი და ხდება მეორე პოზიცია. მეორე პოზიცია ახლა ან წევს, ან ისვენებს, ან დაღლილია ყველაფრით, ან ზოგადად შესაძლოა ვიღაცას დასვენება. ხო, ვიღაცა არის წასული დასასვენებლად სადღაც სამსახურიდან წავიდა და ისვენებს. ხო, ვიღაცა კიდე დაღლილია ცხოვრებით. ნახოთ ზუსტად რა ენერგიები აქვს. აქ მეორე პოზიცია რაღაც რელაქსშია და ისვენებს, თუ ბევრი ფიქრი და დაღლა რელაქსია ისვენებს. ბევრი ფიქრი დაღლა, ბევრი დაღლა, ბევრი საფიქრალი. რისგანაც ცდილობს მეორე პოზიცია, რომ რაღაცნაირად გამოვიდეს, მაგრამ ხო, მაინც ეფიქრება და მაინც ფიქრობს. ეს არის მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. ახლა ასე რომ თუ რეზონირდა, აგრძელებთ მოსმენას. კარგი, ვნახოთ ეს საფხული ყველა სფეროში რას მოიტანს, ხო, მეორე პოზიციას. რას მოიტანს ეს საფხული მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში, რას მოიტანს თვითგანვითარების სფეროში მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ჯანმრთელობის სფეროში, მენტალური, ფიზიკური, კარიერა, სამსახური, ფინანსები და ჯამში, ხო, ასე ვნახოთ, არ გვინდა რუტინას გავაკეთებ. სასიყვარულო რა ხდება? სასიყვარულო აქ ამდენი რაღაცა თუ დახურვა რაღაცა კითხვების. დახურვა. საბოლოოდ დაიხურება რაღაცა კითხები თქვენ სასიყვარულო სფეროში. თუ იყო რაღაც აჯანყსანდალური თემები ვინმესთან, ან ზოგადად თქვენში, თქვენ სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით და ურთიერთობებთან დაკავშირებით დაიხურება საბოლოოდ. თუ იყო აქ პრობლემა იმის როგორ თქვა, საზღვრების განსაზღვრა, ხო? აი სადამდე მოვუშვებ პარტნიორს, სადამდე არა, სად არის ჩემი საზღვრები, სად არის სხვისი საზღვრები, საკუთარი ინტერესების დაცვა, შეყვარება, საკუთარი თავის პრინციპები, ინტერესები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა და დახურვა ამ ყველა თემის. ეს არის აქ არის ასე რომ ვთქვათ, დასუფთავება, გასუფთავება, დავაგება. ესეთი დავაგება საკუთარი ემოციური ფონის თვითონ თქვენ სასიყვარულო სფეროში და ასევე ურთიერთობების დავაგება, ან ურთიერთობის დავაგება, ხო, ვისთვის რა არის აქ აქტუალური. კარგი, თვითგანვითარება. თვითგანვითარება ძალიან ძლიერი იქნება აქ მეორე პოზიციასთან. აი თვითგანვითარებაში არკანია ძალიან ისეთი მთავარ პოზიციებზე იქნება თვითგანვითარება გამოსული. სულიერი სიძლიერე, სულიერი თვითგანვითარება. საკუთარი შიშების, ფოთვების მართვა, სწავლა ამისი და თქვენ აღარავის აღარ გეშინიათ. ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა. აქ პლუსში აქ უფრო ფიზიკური თუ მენტალური. აქ ჯანმრთელობაში მენტალური, აქ შესაძლოა მოემატოს მელანქოლია, სევდამ და რაღაც განდეგილობა. შესაძლოა არ დაგებადოთ იმის სურვილი, რომ გახვიდეთ სოციუმში და შეხვდეთ ადამიანებს. აი მომენტში ვიღაცებს შესაძლოა გაუჭირდეთ გაზიარებაც კი რაღაც განცდების, ემოციების სხვა ადამიანებისთვის. მომენტში შესაძლოა ეს ახლო ადამიანი იყოს და მაინც გაუჭირდეს აქ მეორე პოზიციას, ხო, ამის გაზიარება. აი ჩაკეტილობა, რომ აი მე ჩემ თავში ვარ. არ მინდა არავინ, არ მინდა არაფერი, მხოლოდ მე და რაღაც ჩახვევა საკუთარ აზრებში და ეს ყველაფერი. უფრო აქ მენტალური დონეა, ფიზიკური არ არის იმდენად, რამდენადაც მენტალობა. უფრო აი აზრები, რომ აი მე ვიქნები აი ამ ჩემს აზრებში, მე და აი ეს არის აქ. რით არის ეს გამოწვეული? ენერგიობით თუ არა, ენერგია იქნება აქ, მეორე პოზიციაში შვენივრად იქნება ენერგია. პასუხ უფრო აქ ეს არის გამოწვეული იმით, რომ მეორე პოზიცია იძებს პასუხებს, დაიწყებს პასუხების ძებნას საკუთარ თავში, რასაც მიყავს აი ამ განდეგილ სიტუაციამდე. არ არის ეს ცუდი, მანდამაინც უბრალოდ ხო, არ ჩაყვინოთ ამ მდგომარეობაში, არ ჩარჩეთ ამ მდგომარეობაში. ეს არის აქ თავი. კარგი, კარიერა და სამსახური.
უფრო რაღაც გეგმები, ვიღაცამ შესაძლოა რაღაცის შესწავლა დაიწყოს, ან გაეცნოს რაღაც მისთვის საინტერესო ინფორმაციებს, ახალი მიმართულებების შესახებ წაკითხვა, ხო, უფრო ისეთი შესწავლის პროცესიც. ცთის, რომ აი მოდი, მაგრამ ცთის იმ გაგებით, რომ აი ფიზიკურად კი არ ვცდილობ, არამედ უფრო ვეცნობი, უფრო კოგნიტური უნარები აქვს ჩართული, რაღაცეებს ვუყურებ, რაღაცეებს ვათვალიერებ, ვაანალიზებ, ვაკეთებ, ხო? ნუ ვისაც ასეთი სამსახური აქვს, მაშინ გასაგებია და ვისაც კიდე საერთოდ არა, მაშინ რაღაცების აი გადათვალიერება, გეგმები. ეს ხო არ ცადო, აბა მოდი ამის შესახებ წავიკითხო, აბა მოდი ამის შესახებ წავიკითხო. აი რაღაცა ეს არის. ნუ უფრო ისეთი მომენტები, რომ ხო, აი უფრო ფიქრი, გეგმები, ფიქრი, გაცნობა, წაკითხვა და ინფორმაციის მიღება. აი უფრო ეს, ფინანსები. ფინანსები მთვარე. ფინანსები მთვარე. მთვარიდან გამოსვლა თუ გაურკვევლობა. მთვარიდან გამოსვლა, გაურკვევლობა. აქ არის გაურკვევლობა, აქ არის გაურკვევლობა ფინანსებში და ამის მოგვარებას ცდილობს მეორე პოზიცია. ესე იგი ფინანსების აი ასეთი ფონის, კი, აი მოგვარება გაურკვეველი ფინანსური ფონის. ჯამში აგვარებს. ჯამში ხო, ანუ ცდილობ, ანუ აქ იქნება ესეთი უცაბედი ფინანსებიც, სასიხარულო, მაგრამ უფრო აი ტრანსფორმაცია ფინანსების. შესაძლოა აი ახლა საიდანაც შემოგდით ფული, აი ეს წყარო შეიცვალოს, ან რაღაც ასეთი არის, მაგალითად იმ წყაროდან საიდანაც ახლა შედის ფული მეორე პოზიციას, ის შეცვლა? თუ კიდე რაღაც სხვა. ნუ რაღაც ფინანსური ესეთი დიდად ისეთი სიტუაცია არ არის აქ ფინანსებში, რომ თქვა, რომ აუ რაღაც სტაბილურად თანხები და რაღაც ხო, აქ დიდად ასეთი ენერგიები არ არის, აქ უფრო მღელვარება ანუ რეალურად აქ ფინანსებში გაგიმართლებთ, მაგრამ არ არის სტაბილურია ეს ენერგიები ფინანსებში, ეს არის და თან ამ სიტუაციას უფრო მეტად ამძლავრებს ის, რომ ძალიან განიცდით ამ საკითხს, ხო? მესმის, რა თქმა უნდა, ყველა ვღელავთ ფინანსებზე, მაგრამ აი ეს მღელვარება ფინანსებთან დაკავშირებით და ამის გამო საკუთარი შინაგანი მდგომარეობის ყობიდან გამოყვანა არ არის კარგი, ხო? ეცადეთ, ნუ რა რეკომენდაცია აქვს მეორე პოზიციისთვის სამართლიანობა. რომ სამართლიანად შეხედეთ იმ მოცემულობას, რაც გაქვთ ფინანსებში და თუ მაგალითად ვიღაცას აქ შესაძლოა ვიღაცას კონდეს ისეთი ფინანსები და ისეთი შემოსავალი, რაც რეალურად კანონიერი არ არის, ან რაღაც ისეთი ბნელი გაურკვეველი შემოსავალია, ხო, რეალურად გაუსწორეთ სიმართლის თვალი და შეეშვით მახინაციობებს და რაღაც ასეთებს, ხო, ვისთვისაც ეს ინფორმაცია აქტუალურია, იმისთვის ვამბობ. მიხვდებით, იგრძნობთ, რომ თქვენზეა. ხოლო თუ არა, ხო, და რაღაცას საერთოდ თქვენზე არ არის, მაშინ აი გავსწორეთ თვალი იმ სიტუაციებს, რაც გაქვთ ფინანსებში და მოკვეთეთ ეს სიტუაცია, რაღაც გეგმა ჩამოიწერეთ, ხო, რა შეიძლება რომ გაკეთდეს და გადადგით ნაბიჯები. არანაირი ემოციურობა არ არის საჭირო. კარგი. და ზოგადად, ხო? ზოგადად იეროფანტი. ზოგადად ყველაფერს, როგორ თქვა, ზოგადად ყველაფერს მოევლება. ეგ არის აქ. ზოგადად იპოვით ყველაფრიდან გამოსავალს, ხო? ზოგადად ზუსტადაც იპოვით იმ გასაღებს, რაც ახლა არ გაქვთ. იპოვით, ხო? ანუ ზოგადად აქ კი, ზოგადად თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევების გადავახვას. კი, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს შეძლებთ. მაგალითად რაც ფინანსებშია, ხო? კარგი, ნახოთ. ზოგადად რას მოუტანს ეს ზაფხული მეორე პოზიციას? რას მოუტანს ეს ზაფხული მეორე პოზიციას? ზოგადად რას მოუტანს? მინდა აღვნიშნო, რომ რაღაცით გავს პირველ პოზიციას და შეგიძლიათ პირველ პოზიციას იხილოთ. იმიტომ რომ ზაფხული რასაც აძლევს პირველ პოზიციას, მსგავსი ენერგიებია. ზუსტი არა, მაგრამ მსგავსი. რას მოუტანს ეს ზაფხული მეორე პოზიციას, ხო, ენერგიული კუთხით, ენერგეტიკით, ასე რომ ვთქვათ. ახალ ჰორიზონტებს. რაღაცას ტოვებს უკან მეორე პოზიცია, და საერთოდ ახალი. შესაძლოა ეს სხვათა შორის ეს იყოს შეცვლა ქალაქის, მდებარეობის, სახლის, რაღაც ასეთი არის აქ. შეცვლა რაღაცის, სადაც ახლა ხართ.
წასვლა, ესეც შესაძლოა იყოს, ხო? ნუ ვისთვის რა არის აქ აქტუალური და მოარიგეთ თქვენზე ეს ინფორმაცია, მაგრამ რაღაცის დახურვა, რაღაცის დასრულება. ვიღაცასთან ურთიერთობა, ვიღაცასთან ბინა, ვიღაცასთან კარიერა, ვისთვის რა ერთი სიტყვით, მაგრამ აი რაღაცა, რაც უკავშირდება ძველის დახურვას, დასრულებას, გადაწყვეტილების მიღებას, შეთანხმებას და შემდეგი ნაბიჯების სწრაფი გადათქმა. უეცარი სწრაფი ნაბიჯების გადათქმა, რაც არის სასიხარულო თქვენთვის, ისეთი სწრაფი ენერგიები, ხო? აი როგორც კი რაღაც იხურება, ეგრევე შემოდის რაღაც სწრაფი, ისეთი დამხინებული ენერგიები. ესე იგი, აქ მთავარი ენერგიები იქნება რაღაცის დახურვა, ხო? ხო, რაღაცის განოლება, რაღაცის დახურვა და მხოლოდ, ესე იგი, აქ არის ის, რომ რაღაცას ხურავს მეორე პოზიცია და მხოლოდ შემდეგ, კი ბატონო, რაღაცას ხურავს მეორე პოზიცია და მხოლოდ შემდეგ იწყება ახალი. თუ რა იქნება ეს, რასაც დახურავს მეორე პოზიცია, აქ არ ვიკითხავ, იმიტომ რომ ეს არის საჯარო და მაინც არ ამოვა ზუსტი. ყველა სხვადასხვა იქნება, ხო, ბუნებრივია ახლა ამდენ ადამიანს ერთი და იგივე სფერო არ იქნებათ და არც ერთი და იგივე საკითხი. ამიტომ აზრი არ აქვს ამ კითხვას, ეს ინდივიდუალურ სესიებზე, ოკეი, მაგრამ აქ აზრი არ აქვს, ხო? ამიტომ ვისთვის რა სფერო? ვიღაცასთან ეს სფერო, ვიღაცასთან ის სფერო, მაგრამ რაც დაიხურება და მხოლოდ შემდეგ არის ახალი. ასე რომ ვთქვათ, აქაც, ნუ ტრანსფორმაცია. აქ მთავარი არის რაღაცის გაშვება, ხო? აქ ტრანსფორმაცია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენი ტრანსფორმაცია, რაც პირველ პოზიციას ჰქონდა, ისეთ სიტუაცია აქ არ არის. აქ არის კონკრეტულად რაღაციდან გამოსვლა, რაღაცის გაშვება და ეს შეხედვა ამ ორ შანსზე, რაც რეალურად არის, მაგრამ ამ წუთას ვერ ამჩნევთ ან არ ამჩნევთ. კარგი. რა სასიხარულო იქნება ამ საკითხში მეორე პოზიციისთვის? საინტერესო. ეს რა ინფორმაცია, რაღაც ინფორმაცია, ესე იგი რაღაც ინფორმაციას ღებულობს აქ მეორე პოზიცია, რაც ეხმარება მას. თან ძალიან ეხმარება. შესაძლოა ფინანსებსაც ეხებოდეს. ხო, ეს უფრო რას ეხება ფინანსებს? რაღაც სხვას ეხება. რაღაც თუ ემოციებს. კი, ემოციებსაც ეხება, ხო? შესაძლოა რაღაც ისეთი ინფორმაცია მიიღოთ ვიღაციდან, რაც გაგახარებთ. კარგი. აღარ გკითხავ მეც, ხო? უფრო დამრგვალდებოდ. ამიტომ რჩევას ვიკითხავ აქ მეორე პოზიციისთვის. რჩევა მეორე პოზიციისთვის. Fairies. You have a strong bond with the fairies and your life purpose involves helping mother nature. Ფერიები ქვია ამ კარტს და გვეუბნებიან, რომ მეორე პოზიციას აქვს ძლიერი კავშირი ფერიებთან, შესაბამისად, მისი, ასე რომ ვთქვათ, დანიშნულება მისი ამ ცხოვრებაში არის, რომ დედა ბუნებას დაეხმაროს, ხო? დაეხმარეთ ბუნებას, ხო? ხშირად გადით ბუნებაში, დაასუფთავეთ, შეძლების და გვარად, სადაც მიგიწვდებათ ხელი, ხო? ის შესაძლებლობაც არის ბუნებასთან უფრო მჭიდრო კავშირი, იმიტომ რომ ისედაც აქვს მეორე პოზიციას ეს. ამიტომ ეს არის აქ რჩევა. მეორე პოზიციისთვის. მადლობა მეორე პოზიციას, ვისაც მოეწონა ეს გაშლა აუცილებლად დალაიქეთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ასევე ლაივთან დაკავშირებით, დამოწმდა აქამდე რომ გამეშღერებინა ეს ინფორმაცია, ლაივთან დაკავშირებით თუ რაზე გავაკეთო ლაივ ტარო გაშლა, დავწერე პოსტში, ხო? ჩემს არხზე არის ველი პოსტ, ასე ქვია. ადრე community-ს ველი ერქვა, ახლა პოსტ აწერია მაგველში და იმან მიწერია პოსტი ფოტოთი და ფოტოს ქვემოთ შეგიძლიათ დააკომენტაროთ თუ რა საკითხთან დაკავშირებით დაგაინტერესებდათ საჯარო ტარო გაშლის მოსმენით. იმიტომ რომ მინდა რომ რაღაც ლაივი გავაკეთოთ. დიახანია გავაკეთეთ. Aldavne, შევისმინე. მივესალმები მესამე პოზიციას და დავიწყოთ სიგნიფიკაციით, ხო? სიგნიფიკაცია მესამე პოზიციის, რომ მიხვდეს მესამე პოზიცია, მისი პოზიცია თუ არა, რეზონირდა თუ არა. თუ რეზონირდა ინფორმაცია, უსმენთ. თუ არა, სხვა პოზიციას უსმენთ და ირჩევთ. სიგნიფიკაცია ახლა მესამე პოზიციის რა ენერგიებში არის? ნახოთ, ახლა. ზე ეს ასეთ მზიან ენერგიებში თუ პირიქით თვარეში.
მე ვიტყოდი აქ რა ენერგიებშია მესამე პოზიცია და აქ როგორი ენერგია იცი აი ვაუ რაღაცას რო აი excited რო ხარ აღთოვანებული რო ხარ აი რაღაცაზე ხარ აღთოვანებული რაღაცას რო ელი აი გრძნობ რომ აი რაღაცა გიახლოვდება ისეთი მაგარი ბუმბერაზი სასიხარულო რის გამოთაც ფოთავ რაღაც გაემოციურ განცდებშიც ხარ და იმყოფები და აი რაღაც აი ასეთი მდგომარეობას ვგრძნობ აქ ასეთ მდგომარეობას ვგრძნობ აქ მესამე პოზიციასთან ანუ ანუ კი არის ასეთი მდგომარეობა მაგრამ ეს კიდევ მაინც ზუსტად პლუსში ну უფრო პლუსში რა თქმა უნდა რაც გავაჟღერო მაგრამ არიან ვიღაცები ვისთანაც მთვარეა ვიდრე მზე ხო ვიღაცასთან შესაძლოა პირიქით იყოს ის მდგომარეობა რომ აი მზე იყოს გადატრიალებული მაგალითად იყოს მთვარე გაუკველობა, შფოთვა, ბინდი, არასტაბილურობა, არ ვარ დარწმუნებული რამელის წინ, პესიმიზმი, მელანქოლია და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ აქ ვიღაცასთან მზე ანათებს და ვიღაცასთან კიდე არა. იმიტომ რომ გარკვეული მიზეზები აქვს. ეს პოზიცია. კარგი. ანუ ვიღაცა მზეშია, ვიღაცა არა? ხო, კი, ვიღაცა ენერგიაშია, გრძნობს ენერგიის მოზღვავებას და აი ზაფხულია და რაღაცა და ვიღაცა კიდე პირიქით. ხო? ну, რადგანაც საჯარო გაშლა, ბუნებრივია ასეთი რაღაცები. კარგი, დავიწყოთ. რომელ სფეროში რას მოიტანს ეს ზაფხული პირველ პოზიციასთან? ზოგადად, ხო? რომელ სფეროში? სასიყვარულო სფეროში რას მოუტანს ეს ზაფხული მესამე პოზიციას? თვითგანვითარებაში ჯანმრთელობა, კარიერა სამსახური, ფინანსები და ჯამში რას მოუტანს. სასიყვარულო სფერო, შვიდიანი თასები. ну ვიცი რომ აქტუალურია სასიყვარულო ბევრისთვის და აქ ცოტას შევჩერდები. ოცნებების ასრულებას თუ რაღაც გეგმები, რაღაცების დაგეგმვა, გადაწყობა, რაღაცების დაგეგმვა და გადაწყობა. ვიღაც მამაკაცთან, პიროვნებასთან დაკავშირებით. გეგმების გადაწყობა, გადმოლაგება, გადალაგება, დაფიქრება, ილუზები არის თუ არა? არა მგონი აქ იყოს ილუზები, უფრო გეგმები, რაღაც გეგმების თემა ვიღაცასთან. ხო? ანუ ეს უფრო პლუსში არის აქ. აქ არის პლუსი, მაგრამ მინუსიც არის. აქ გაურკვევლობა შესაძლოა იყოს, ან არასტაბილურობა, რის გამოთაც ცდილობს აქ მესამე პოზიცია რომ გაერკვეს მის სასიყვარულო სფეროში, ხო? აქ უფრო მესამე პოზიცია ცდილობს რომ რაღაც გაერკვეს. კი, რომ გაერკვეს მის სასიყვარულო სფეროში. თუ ყავთ ვინმე პარტნიორი ან კონკრეტულად ადამიანი, ვისთანაც გაქვთ ასეთ სიტუაცია, ხო? მაშინ იმასთან გარკვევა, რომ აი მოდი გავარკვევთ, მოდი დავგეგმოთ. ან შესაძლოა თვითონ იმ პარტნიორმა დაგიწყოთ, რომ აი მოდი ასე რაღაცეები გავაკეთოთ, მაგრამ აქ აი იგრძნობა რომ რაღაცაში არის საქმე და რაში. რომ იყავით ფრთხილად. აი აქ ვისაც ყავთ ვიღაც პიროვნება, ხო? აი ყურადღებით იყავით. რომ რაღაც ისეთები არ შემოგთავაზოთ, რაც რეალურად შესაძლოა არც კი შეესაბამებოდეს რეალობას. ამიტომ იყავით დამიწებულები და რეალისტურები, ხო? რომ რაღაც არ მოწყდეთ რეალობას და ზედმეტი მოლოდინები რო არ შეგექმნათ. უფრო იფიქრეთ საკუთარ თავზე და საკუთარ კეთილდღეობაზე, ჯანსაღობის ფარგლებში, ხო? და იყავით რეალისტურად შეაფასეთ მოვლენები ერთი სიტყვით, რომ ბრმად რაღაცები არ დაიჭეროთ. კარგი თვითგანვითარება. აქ რაღაც კრიზისი იგრძნობა მესამე პოზიციასთან თვითგანვითარებასთან დაკავშირებით. აქ იგრძნობა რომ რაღაც სიმძიმე, ტკივილი, ბევრი რაღაც დაუკროვდა მესამე პოზიციას საკუთარ გულში, რისი ამოყრის დროც დადგა, ხო? აი როგორ თქვა. რომ ვთქვათ ხმამ ახლა ვაღიაროთ საკუთარ თავს ეს ყველაფერი და გავუშვათ, ხო? აი რაღაც აი ასეთი მომენტი დადგა მესამე პოზიციის თვითგანვითარების სფეროში. თუ ეს აქტუალურია თქვენთვის, იცით რაც უნდა გააკეთოთ, თუ არა, მით უმეტეს. კარგი. ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა კარგია, ხო? ჯანმრთელობა ისეთია. კარგი. შვენიერი ჯანმრთელობა აქვს.
თუ ვიღაცას რაღაც აწუხებ და აქ გარკვეულ სპეციალისტებს მიმართავთ, ან რაღაც ინფორმაციას ღებულობთ, რის გამოთაც თქვენ ჯანმრთელობა აბსოლუტურად რეგულირდება და მთლიანად ისეთია რა. შვენიერი, მე ვიტყოდი, გინდ ფიზიკური, გინდ მენტალური. აქ რჩევას ერთადერთი რასაც მოგცემდით, რომ მოუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და შეინარჩუნოთ რაღაც ისეთი ჯანსაღი მიმართულება. შესაძლოა ვიღაცამ დაიწყო კიდეც, ხო? ამ მიმართულებით ზრუნვა, რომ მოდი მე რაღაც ჯანსაღ რაღაც ხო, შვენიერი. კარგი, სამსახური კარია. აქაც ისეთი რაღაცაა, რომ აი რაღაც ტალღებია, სიმძიმე, გავრკვევლობა, შიში, შფოთვა, ხო? აი რაღაც ეს ენერგიები. აქედან გამოვა ესეთი პოზიცია თუ აქ არის არაპროგნოზირებადობა და არასტაბილურობა კარიერაში და სამსახურში, მაგრამ აქ არის გამოსვლა იმ გაურკვეველ სიმძიმიდან, რაშიც ან ახლა ხართ, ან ესა იღავით, ხო? საბოლოოდ აი აქედან გამოდიხართ, მაგრამ რაში გადიხართ, ხო? რაღაც ახალში. აქ არჩევანი თქვენზე არის. აქ მესამე პოზიცია იშჩევს რა მიმართულებით წაიყვანოს მისი კარიერა სამსახურში. შესაძლოა აქ ვიღაცასთან ერთად, ხო? ეს იყოს თქვენი ბიზნეს პარტნიორი ან არ ვიცი კიდევ ვინმე. მაგრამ ზოგადად კარიერაშიც ისეთი ძალიან მნიშვნელოვანია მესამე პოზიციისთვის ოპტიმისტური განწყობა. იმიტომ რომ კარტებიც ისეთია, რომ თითქოს აი რაღაც პესიმისტობა აქვს მესამე პოზიციას აქვს. ფინანსებში ესეთი სტაბილური სიტუაცია თუ არა. ფინანსებში აქ არ არის სტაბილურობა, აქ დაიწონა ხან ისე ხან ასეა ფინანსებში, ხან არის ფინანსები, ხან არ არის. ხო, აი ხან არის ფინანსები, ხან არ არის ფინანსები, აი რაღაც ასეთი სიტუაცია არის აქ. კარგი. ეხლა მე გადავიდე ზოგადად, იმიტომ რომ ძალიან გამეწევა მეგობრებო და ზოგადად ეს საფხული რას. ახალს. მოიტანს საერთოდ ახალს, ხო? რაღაცეებთან მოგიწევთ დამშვიდობება, გაშვება, რაღაც სიტუაციების მოვლენების შესაძლოა ურთიერთობებიც კი მივიდეს იმ ფაზამდე, რომ აი всё რა, აღარ ემსახურება, აღარაფერს აღარ არის ეს ურთიერთობა მოჭამა თავისი და всё. ვიღაცასთან ეს შეიძლება, ესეც კი შეიძლება იყოს. მაგრამ აი რასაც მოიტანს ეს საფხული ჯამში, ეს არის ახალი. ძველთან დამშვიდობება და ახალი. ახლა ზოგადად ვიკითხოთ, ხო? რას მოუტანს ეს საფხული მესამე პოზიციას? ენერგეტიკულ დონეზე, ენერგიებით, ხო? რა ენერგიებს მოიტანს? ანუ აქ რა ენერგიებს მოუტანს და მე ვიტყოდი ასე. ვინც რაღაცას აკეთებდა თავის ცხოვრების შესაცვლელად, ან ცდილობდა, ან რაღაცას სწავლობდა, ან ვითარდებოდა, ან სურვილი ჰქონდა და რაღაცას აკეთებდა იმისათვის, რომ უკეთესობისკენ შეცვლილიყო მისი ცხოვრება, ხო? იმას ექნება შედეგი. და ვინც აქამდე არაფერს არ აკეთებდა და უბრალოდ დივანზე იწვია და რაღაც იმედი ჰქონდა და ვიღაცა რაღაცას ეტყოდა და იჯერებდა ამისი, ხო? და მეც არც მოქმედებდა. მაშინ ბუნებრივი შედეგიც იქნება. ბოდიშით მეგობრებო, მომიწე დაპაუსება. ხო, და ასე რომ ასეთი ისა, კარგი, კიდე რა ენერგიებს მოიტანს, რომ უფრო მეტად რაღაც დაგი კონკრეტულად გამოსვლას, ბუნდოვანებიდან, გაურკვევლობიდან ამოყვინვა და გამოსვლა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანმა ჩაიხედოს საკუთარ თავში, მოусმინოს საკუთარ ინტუიციას. თუ ადამიანს არ აინტერესებს არანაირი თვითგანვითარება და რა ის თვითგანვითარება ახლა ფული მქონდეს და всё, აღარ მინდა მეტი არაფერიო, მაშინ ხო, მაშინ ნუ რაზე ვსაუბრობთ, საერთოდ რა გინდათ ამ არხზე, ხო, აქედან დავიწყოთ. მაგრამ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ აი გამოვიდეს ამ გაურკვეველ ფაზებიდან, რაც არის მის ცხოვრებაში, ამ სტრესიდან, დეპრესიიდან და რაღაც ბუნდოვანებიდან, ხო, რა ენერგიებიც არის, საკმაოდ ისეთია ძიმე მესამე პოზიციისთვის, ხო? არ დაკარგოთ იმედი, არ დაკარგოთ იმის სურვილი, რომ წახვიდეთ წინ, ამოხვიდეთ აქედან და აუცილებლად გამოხვალთ და დაგისტაბილურდებათ სიტუაცია. მაგრამ უბრალოდ ის ეტაპია ცხოვრებაში, რომ გიწევთ აი ამ რაღაც არასტაბილურ სიტუაციებში ყოფნა და იმედიანად ყოფნა და პლუს მოქმედება, რომ აქედან გამოხვიდეთ საბოლოოდ, ხო? აი უფრო მეტად ისეთი ფაზები აქვს მესამე პოზიციას, მართლა არ არის მარტივი და იოლი, მაგრამ მესამე პოზიცია მას შეძლებს თუ რა თქმა უნდა მომდება ეს, ხო? რეკომენდაცია მესამე პოზიციას. ფენიქსის ეფექტი. მესამე პოზიციას ფენიქსის ეფექტი. რო გგონიათ, რომ აი მეტი რა უნდა მოხდეს, საბოლოოდ რაღაცეები
დაასრულებს, აი როგორ თქვა სწორად, საბოლოოდ რაღაცები დასრულდება თქვენს ცხოვრებაში და ხელახლა ახალი ენერგიებით უნდა აღდგეთ და დაიწყოთ ახალი რაღაცების კეთება. ხო, აი ეს არის. არ შეგეშინდეთ. თქვენ ძალიან ძლიერები ხართ, რადგანაც ამას ეს ხდება თქვენ ცხოვრებაში და თქვენ რო იყოთ სუსტები, ეს არ მოხდებოდა, ხო? სამყარო მიცის, რატომ, ვისთვის, რას აკეთებს? ვაი, გადმომივარდა კარტები. რჩევა და მესამე პოზიციისთვის და ზუსტად ეს ორი კარტი გადმომივარდა და ვნახოთ. ესე იგი, რჩევა პირველი, be willing to forgive. ანუ შეგეძლოს აპატიო, ხო? შეგეძლოს აპატიო. შესაძლოა ეს იყოს პატიება საკუთარი თავის ან სხვა ადამიანის, ხო? აპატიე იქნება ეს შენი თავი თუ სხვას, თუ გჯერა ანგელოზების მიმართ ანგელოზებს ან ანგელოზს, რომ დაგეხმაროს, გაასუფთავო შენი სხეული, იპოვო სიმშვიდე და აპატიო და გადეს. Express your divine feminine energy, embracing his magical intuition and nutrition qualities. ქალღმერთი, ხო? ქალღმერთი არის მეორე რჩევა, რომ გამოხატე შენი შინაგანი ქალღმერთული ფემინური ენერგია, მიიღე ის ძალა, ის მაგიური ძალა, ის ინტუიცია, რითიც ხარ დაჯილდოვებული და ცხოვრება წავა წინ. როდესაც ჩვენ არ ვღებულობთ ჩვენს ძალას და ვეწინააღმდეგებით, ან არ ვუყურებთ, მაშინ გვიკეთებს ცხოვრება ასეთ რაღაცებს. ხო, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ ყველას, წარმატებებს უსურვებთ მესამე პოზიციას, აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ. თავარია ფარხმელი არ დაკავროთ, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, დალაიქეთ, ვისაც არ გამოუწერია ჯერ ჩემი არხი, გამოიწერეთ და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე.